შუა დერეფნის ქვეყნებში ინფრასტრუქტურის გასავითარებლად აზიის განვითარების ბანკი 2008 წლამდე 3 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, პროექტისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 750 მილიონი დოლარი იქნება გამოყოფილი. იანგ მინგ იანგის თქმით, ყველა სურვილია ციფრული ინსტრუმენტებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითა და ინტეგრირებით ლოგისტიკური ეფექტიანობის ამაღლება. ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის აღნიშნა, რომ ანაკლიის საზღვაო პორტის მახლობლად შეიქმნება საჭირო ინფრასტრუქტურა და დაინერგება ინოვაციები. საქართველოს რკინიგზა ახალი ლოკომოტივების შესყიდვას გეგმავს. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, რკინიგზაზე შემადგენლობების დეფიციტია და მიღებული გადაწყვეტილებით ძველი ლოკომოტივები აღარ შეკეთდება და მათ ნაცვლად სრულად განახლდება ლოკომოტივების ბაზა. თუმცა ამ დროისთვის უცნობია ლოკომოტივების შეძენაზე ტენდერის გამოცხადების ზუსტი თარიღი. საქართველოს საერთაშორისო ტურიზმიდან იანვარ-სექტემბერში 4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. მაჩვენებელი რეკორდულია და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 5%-ით აღემატება. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ყველაზე დიდი ზრდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ისრაელიდან დაფიქსირდა. მთლიანობაში კი ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიღებულმა შემოსავალმა 515 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 15%-ით მეტია. ისრაელის ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლები კი 430 მილიონ დოლარს აღწევს. ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ქსელურ მარკეტებში შესვლა გამოწვევად რჩება. კომპანია ჩაი მამათის დამფუძნებლის თქმით, ამ ბაზარზე არსებულ პირობებში ადგილობრივ პროდუქციას იმპორტირებულ საქონელთან კონკურენციის გაწევა უჭირს და მეწარმეებს ხელშეწყობა არ აქვთ. კომპანიაში მსგავსი გამოწვევის საპასუხოდ უცხოეთის მაგალითი მოჰყავთ, სადაც ადგილობრივი წარმოებისთვის ხელშემწყობი პირობები მოქმედებს, კერძოდ საუბარია კონკურენტულ მექანიზმზე, ისეთ პროდუქტებზე, რომელიც ადგილობრივად იწარმოება, იმპორტის შემთხვევაში იმპორტიორს უფრო მაღალი გადასახადის გადახდა უწევს.